ძვირფასო ტელემახურებლებო, დღეს ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას ფაზისის აკადემიის კვლევები. ჩვენ წინა გადაცემაში საუბარი ჰქონდა შემდეგ თემაზე კიენგირული, შუმერული ცივილიზაციის შესახებ და წარმოგიდგინეთ ძალიან მნიშვნელოვანი თემა, საკითხები, ყოველ შემთხვევაში ის კვლევები, რაც წარმოადგენს ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა. შეგახსენებთ წინა გადაცემაში შუმერული ცივილიზაციას, როგორც შუმერს ქვია კიენგირ, ხოლო ენას შუმერულს ემეგირ, კიენგირ. სხვა ვარიანტიც შეიძლება იყოს და ხალხს ქვია შავთავიანი ხალხი, ანუ შავთმიანს უშაგიგა. აი ესეთი დასახელებით უკვე ჩვენთვის ცნობილია წინა გადაცემიდან, ვისაუბრეთ საერთოდ წარმოშობილ პერიოდის შუამდინარეთის მმართველებზე და ეს სია წარმოგიდგინეთ წინა გადაცემაში. დღეს ჩვენ საუბარი გვექნება კიენგირის შუმერის სკოლებთან დაკავშირებით. ეს არის 4000-5000 წლის წინანდელი ცივილიზაციაზე საუბარი ქართველებო. ეს არ არის ძალიან ახლობელი პერიოდი და თითქოს ნახავთ მასალების მიხედვით, რომ კაცობრიობა თუ ეკონომიკურად და კულტურულად თუ განვითარდა, მას იგივე წესები აქვს, რაც თანამედროვე სამყაროში, როგორც ჩვენ ცხოვრობთ. კიენგირის შუმერის სკოლები საერთოდ წიგნიერება უაღრესად დაფასებული იყო მაშინ. შუმერებმა შექმნეს ფორმალური განათლების პირველი ინსტიტუტები, რომელსაც ერქვა ედუბა. აი ესეთი დასახელებით არის თიხის პირპიტებზე მოცემული განათლება ძირითადად მოიცავდა წერას, მათემატიკას და ენობრივ თემებს, ანუ ენობრივ საკითხებს, გრამატიკას. სწავლის საფასური იყო ფასიანი, ამ შემთხვევაში უწევდა სწავლულებს გადაეხადათ შესაბამისი თანხა. განათლებული იყო პრივილეგირებული ელიტა, ხელისუფლების მთლიანი წარმომადგენლობა, წიგნობრები და ასე შემდეგ. ძვირფასო ქართველებო, არავითარ შემთხვევაში არ ჩანს თიხის პირპიტაზე, რომ რომელიმე ხელისუფლების წარმომადგენელი არ იყო ედუბა დამთავრებული, ანუ სკოლა დამთავრებული, უმაღლესი განათლება, რომ ვთქვათ ასე მაშინდელი, სხვა შემთხვევაში წერა-კითხვის უცოდინარი და შესაბამისი ცოდნე, გამოცდილების მქონე პიროვნების გარეშე სახელმწიფო ხელისუფლებაში წარმომადგენლები არ ინიშნებოდნენ და არც მწიგნობრები და ასე შემდეგ. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან თიხის პირპიტიდან წარწერის ნაწილს, რომელიც რამდენიმე თიხის პირპიტაზე წარმოდგენილი ზოგი სხვადასხვა მუზეუმში ინახება და ამაზე გესაუბრებით. აი მაგალითად ტექსტის სულ 91 სტრიქონისგან შედგება. ამ ტექსტის 21 ასლი აღმოჩენილი, 13 ასლი ფილადელფიაში, პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმში ინახება, 7 ასლი სტამბოლში, ძველი აღმოსავლეთის მუზეუმში, 1 ასლი პარიზში, ლუვრის მუზეუმში, რომელიც ჩვენ სათითაოდ გვაქვს ნანახი და შესაბამისად ნამუშევარი ვართ ამ საკითხზე და ფოტოებიც გადავიღეთ და გვაქვს ეს ჩვენს არქივში. ბრიტანელმა შუმეროლოგმა ჯერემი ბლეკმა, რომელიც დაიბადა 1951 წელს და გარდაიცვალა ახლახან 2004 წელს, ასე რომ ვთქვათ, საბოლოოდ ამოიკითხა ემეგირული შუმერულ ენაზე ლურსმული დამწერლობით დაწერილი 21 თიხის პირპიტა, რომელიც დათარიღებული იყო, უпроსწორად ეს თარიღი სავარაუდო, მაგრამ ჩვენ წეთაგვი 1900-1600 წლების პერიოდში არის ეს დაწერილი. დაახლოებით 4000 წლის წინანდელი თიხის პირპიტიდან წარმოგიდგენთ მნიშვნელოვან მასალას. სიხარულის მომგვრელი იყო ორიგინალი თიხის პირპიტებზე ჩვენ მიერ თვალის შევლება. ეს შესაძლებლობა მე პირადად ჰქონდა ფილადელფიაში, სტამბოლსა და პარიზში. ახლა წარმოგიდგენთ ამ პირპიტის ტექსტიდან შემდეგ ნაწყვეს. თქვენ ნაწყვეტის რაღაც ნაწილი შეგიძლიათ ნახოთ სემუელ კრამერის წიგნში, წიგნს ქვია სათაური ასეთია, ისტორია იწყება შუმერიდან და ის ქართულად თარგმნა მარინე სოხაძემ და გამოცემულია 1988 წელს.
აი ახლა წარმოგიდგენთ ამ ტექსტს 4000 წინანდელ ტექსტს როგორი მსჯელობა არის სკოლასთან დაკავშირებით და აქ ნახავთ რომ მასწავლებლის მოსავლისა და მშობლის როლი მე კომენტარს არ გავაკეთებ ამ ტექსტთან დაკავშირებით თქვენ ამოიცნობთ ამჟამინდელ დროსაც ამ მხრივ დიალოგი ასეთია მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეს მოწაფე სად იყავი ასე ადრე პასუხობს მოსწავლე სკოლაში მასწავლებელი ეკითხება რას აკეთებდი სკოლაში უფრო სწორად ჩვენ შეგვეშალა ბოდის გიხდით ანუ მშობელი ეკითხება მოსწავლეს ანუ ეს აზრი არის უფრო იმიტომ ამ თიხის ფირფიტაზე არის რამდენიმე ნაწილი ამოშლილი და დროთა ვითარებაში დაზიანდა ამიტომ ჩვენ გვაქვს საშუალება რაღაც ნაწილი ეს ტექსტი აღვადგინოთ რას აკეთებდი სკოლაში ეკითხება ახლა ამ შემთხვევაში მშობელი პასუხობს მოსწავლე შვილი ზეპირად თქვი ჩემი თიხის ფირფიტაზე დაწერილი ტექსტი ვისაუზმე მოვამზადე ფირფიტა დავწერე და დავამთავრე შემდეგ მომცეს ზეპირი დავალება ნაშუადღებს კი წერითი დავალება სკოლიდან დაბრუნდი სახლში დამხვდა მამაჩემი მას ვუამბე ჩემი წერითი დავალების შესახებ შემდეგ ზეპირად მოუყევი ფირფიტაზე დაწერილი ტექსტი მამა კმაყოფილი დარჩა როცა დილით ადრე გავიღიძე დედას ვთხოვე მომეცი ჩემი საუზმე სკოლაში უნდა წავიდე დედა მომცა 2 ფუნთუშა ეს ბჭყალებშია უბრალოდ ფუნთუშით ვთარგმნით გამოვედი სახლიდან და წავედი სკოლაში დამლიგებელმა მითხრა რატომ დაიგვიანე შეშინებული წარდექი მასწავლებლის წინაშე და პატივცემის ნიშნად თავი დავხარე მამამ ყურად იყო შვილის სიტყვები ეს ბევრი ნაწილი უკვე გამოტვებული ამ ტექსტში ანუ დაზიანებულია და ვერ იკითხება შემდეგ გრძელდება ასეთი ტექსტი მამამ ყურად იყო შვილის სიტყვები მასწავლებელი სტუმრად შინ მოიწვია ანუ როგორც ჩანს ამ ტექსტებში წერია რომ რაღაცა მშობელს არ მოეწონა შვილთან დაკავშირებით მასწავლებლის როლი და ამიტომ ტექსტში ესეთ რამე წერია მასწავლებელი სტუმრად შინ მოიწვია მშობელმა როცა იგი მობრძანდა საპატიო ადგილას დასვა მოსწავლე ემსახურებოდა მასწავლებელს სულ თავს დასრიალებდა და თან მამას უზიარებდა თავისი მიღწევებზე ფირფიტის წერის ხელოვნებაში მამამ მასწავლებელი კიდევ გამოტოვებული აქ ეთყობა დიალოგია ტექსტში რომელიც არ ჩანს და შემდეგ წერია ასეთი რა მამამ მასწავლებელი ახალ სამოში გამოაწყო წვენი მიართვა და თიძე ბეჭედი გაუკეთა მასწავლებელი ამბობს მაწვილო ვინაიდან შენ ესე იგი დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები უпростоრად დაგიმახსოვრებია ჩემი სიტყვები და ქალისთვის არ გაგიტანებია ჩემი შეგონებანი შეძლებ მიაღწიო წარმატებას სამწერლობო ხელოვნების წერვალებს დაიპყრო საუკეთესო იქნება ახალგაზრდთა შორის პირველი მოწაფეთა შორის შენ კარგად სწავლობდი სკოლაში და ნასწავლი კაციც დადექი აი ყოველ შემთხვევაში აქ მიხვდებით რომ ალბათ რაღაც საკითხიდან გამომდინარე ანუ ყოველ შემთხვევაში მასწავლებლის შესაბამის ყურადღებას არ აქცევდა თუ ასე შეიძლება ვიფიქროთ მოსწავლეს და მშობელმა ერთგვარად რომ დაპატიჟა ერთგვარი ქრთამი გადასცა და აქედან გამომდინარე სამწუხაროდ მასწავლებელმა თავისი პოზიცია არ დაიცვა და შეიცვალა ნუ ყოველ შემთხვევაში ეს ძალიან საინტერესოა დღევანდელი დღიდან გადასახედიდან იმიტომ რომ აი ესეთი რამ ხდებოდა 4000 წლის წინათაც კენგირული შუმერული თვლის სამოცობითი სისტემაზე გვექნება საუბარი და 12 ღვთაების შესატყვისი რიცხვები აი შუმერულში თვლის სამოცობითი სისტემა
ჩვენთან დღეს ვიყენებთ ზოგადად მსოფლიო იყენებს ფulis ათობის სისტემას, ეს ჩვენ ადრე გადაცემაში ვთქვით 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 ეს არის ათობითი, ანუ 10 ცალი ციფრი და ამ ციფრების საშუალებით წერ ჩვენ რიცხვებს. ზოგი პოლიტიკოს სამწუხაროდ ეშლება გამოსვლის დროს, რომ დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ციფრებსო. ყოველ შემთხვევაში 2554 დავუსვათ, ხო? ეს ციფრი არ არის, ეს არის რიცხვი. რიცხვი ჩაწერილია ციფრის სახით და ყურადღება მივაქციოთ, რომ შეცდომა მაინც ძალიან ცუდია, როცა განათლებულ პიროვნებას რაღაც ნაწილი მათემატიკის მხრივ ცოდნა ეშლება, ანუ არ აქვს შესათანადო ტერმინებში გათვითცნობიერებულობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სიზუსტე გვჭირდება. აი შუმერულ ანუ ქიენგირულ ცივილიზაციას როგორც კი თქვით, აყავს 12 ძირითადი ღვთაება. 12 როგორც ჩვენ დღეს წარმოვიდგენთ დღის სათობრივ აღწერას და უშუალოდ დღეში 12 საათია, ანუ ერთ დღე და ღამე 24 საათია. აი ეს სისტემა დაკავშირებულია სწორედ შუმერულ ცივილიზაციასთან და აი ყველა ამ 12 ღვთაებას შესაბამისი რიცხვები გააჩნია შეესატყვისება მათ შესაბამისად მოცემულია რიცხვებით. მაგალითად ანი ან რომელიც არის ცის ღვთაება, თავარი ღმერთი ქიენგირულ, ემეგირულ ენაზე დაწერილ ტექსტებში, შუმერულ ენაზე დაწერილ ტექსტებში არის ცის ღვთაება. აი რამდენიმე სიტყვა, რომელსაც ახლა ჩვენ წარმოგიდგენთ, ან როგორც თქვით, ცას ნიშნავს შუმერულად, მულ ვარსკვლავი, უდ ან უტუთ იკითხება, ეს არის მზე, ითუდ თვარე, კი მიწა, დედამიწა, მარტო ახბოვანი წყალს ნიშნავს, სხვა მნიშვნელობაც აქვს, მაგრამ დღეს მოკლედ ეს მნიშვნელობა დავასახელოთ. ან მას წაკითხვა მეორენაირად აქვს, აენგურ დინარი არის, აბბა მამა, ამა დედა, აბულა შუმერულში არის კარიბჭე. ძალიან საინტერესოა, ჩვენთან საქართველოში აბულის ქედი, აბულის თა, გვარი აბულაძე და ასე შემდეგ. კავშირშია ეს, ჩვენი აზრით ეს კავშირშია, იმიტომ რომ ჩვენ რამდენიმე კვლევა ვაწარმოეთ ამ მხრივ და ახლა ამ ეტაპზე ჩვენ ამ თემას არ გავაჟღერებთ ღრმად. შემდეგი სიტყვა არის დუგ, რომელიც არის დოკ. დუგ ან ქართული დუქ, დოქი. ჯამის საერთო რაოდენობა, ანუ შესაკრები მთლიანად კილიბ. ანუ ჩვენ გვაქვს ქართულში კრება, კილიბ ან კრება. აი ეს სიტყვები თანხმედრაშია ლინგვისტური თვალსაზრისით, ენობრივი თვალსაზრისით. ვისწავლოთ რამდენიმე ქიენგირული შუმერული რიცხვები, ჩვენ წარმოგიდგენთ რამდენიმე რიცხვის დაწერილობას 1, 2, 3, 4 და ასე შემდეგ და ჩვენ გითხარით, რომ მათ აქვს ესე იგი შუმერებს თვლის 60-ობით სისტემა და 60 უკვე ისევ ერთია, როგორ შეიძლება ეს წარმოვიდგინოთ. მაგალითად 60 წუთი უკვე 1 საათია. 60 წამი უკვე 1 წუთია. ეს სისტემა ესე იგი შუმერულ ცივილიზაციასთან არის შესაძლებელი დაკავშირებული. პირველად მათ აღმოაჩინეს ეს სამყაროს დაყოფა მათემატიკურად. სამყარო თლიანად სრული სამყარო 360 გრადუსიანია და ეს მათი წარმოდგენით იყოფა 12 ნაწილად. ესე იგი პირველი რა არქეოლოგიური მასალების მიხედვით ქიენგირულ შუმერულ 12 ღვთაების შესატყვისი რიცხვებზე გვინდოდა ჩვენ გვესაუბრა. პირველად ასე რომ დავასახელოთ ანი, რომელიც არის როგორც რიცხვი 1 ან 60, როგორც 60 წუთი, 1 საათი. ანუ ანი 1 ან მეორე მნიშვნელობით 60.
შემდეგ მოდის ნინხურ საღი ღვთაება, რომელსაც აქვს რიცხვი 5-ის მნიშვნელობა. შემდეგი ღვთაება იშკური 10, შემდეგი ღვთაება ინანა 15, უთუმ მზის ღვთაება 20, ნინგალი 25, ნანა მთვარის ღვთაება 30, ნინშარი 35, ენქი რიცხვით მნიშვნელობა 40, ნინ ლილი რიცხვით მნიშვნელობა 45, ენ ლილი 50-ია რიცხვით მნიშვნელობა, ანთუ 55 რიცხვით მნიშვნელობა, როგორც ვთქვით, ბოლოს ისევე ანი არის 60, დასაწყისში იყო 1. თვლის სამოცობის სისტემა ასევე გამოიყენება, როგორც ვთქვით, საათის მექანიზმში და ეს დაკავშირებულია შუამდინარეთის ამ ცივილიზაციასთან. მაღალი რანგის ესე იგი პოლიტიკური ფიგურები, სასულიერო პირები მართავდნენ სახელმწიფოს. ძირითადად ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით წინა გადაცემაში. ჩვენ წარმოგიდგენთ თიხის ფირფიტას, რომელზეც რუსული დამწერლობით წერია დიდი წარღვნის ამბავი. ღმერთი შუმერულად, რომელიც იწოდება ემეგირულ ტექსტებში, ია წარღვნის თაობაზე უამბობს უთუნაფიშთმს. ეს ბიბლიაში ნოეა. სემიტურ ზოგიერთ ტექსტებში ზისუდრა ქვია. ანუ იგივე პიროვნება, ასე რომ ვთქვათ, აი უთუნაფიშთიმ, ანუ როგორც ნოემ, ააგო ნავი და გადარჩინა თავის ოჯახი და ცხოველთა წყვილები. გილგამეშის ეპოსის ნაწყვეტი, რომელიც არის ძველწესაღრიცხვის 911-612 წლების ბრიტანეთის მუზეუმში ინახება და ამ ტექსტში არის მოცემული შემდეგი ქართულ თარგმანს, რომელსაც ახლა წავიკითხავთ. ორ ვარიანტად წავიკითხავთ ჩვენ თარგმანს. ერთი მიხეა კოწერეთლის მიერ არის თარგმანი გაკეთებული, შემდეგ მეორეჯერ გააკეთა სურაბ კიგნაძემ. შურუფაგელო კაცო, უბარტუტუს ზეო, თანგრიე სახლი, აღაშენე ხომალდი, განეშორე სიმდიდრეს, ეძებე ცხოვრება, დააგდე ქონება, იხსენ სიცოცხლე, შეიყვანეს ხომალში ყოველი სულიერი. შემდეგი არის ამ ტექსტის სხვადასხვა თარგმანი, ჰოი შენ, კაცო შურუფაგელო, უბარტუტუს ნაშიერო, სახლი დაანგრიე, ხომალდი ააგე, განაგდე დოვლათი, თავი გადაირჩინე, უარყავ ქონება, სიცოცხლე იხსენი, ყოველი სულდგმული ხომალს აიყვანე. აი, ასეთი თარგმანი არის აქადურიდან შესრულებული სურაბ კიგნაძის, ხოლო წინა რომელიც წავიკითხე, მიხაკო წერეთლის მიერა შესრულებული. გილგამეშის ეპოსის მე-11 თიხის ფირფიტას შემოცემული ეს ტექსტი დაახლოებით ის დათარიღებულია ძველწესაღრიცხვის 1784-1791 წლებით, ანუ დღევანდლიდან დაახლოებით არის 4000 წლის წინანდელი ტექსტი და ეს ინახება თიხის ფირფიტა ბრიტანეთის მუზეუმში ინგლისში. შემდეგი საუბარი ჩვენ გვექნება რამდენიმე სიტყვით გილგამეშთან დაკავშირებით და გვინდა წარღვნიშნებელი ინფორმაცია ტექსტობრივად ქართულად წარმოგიდგინოთ. ახლა წარმოგიდგენ თიხის ფირფიტა, რომელიც არის დაახლოებით 3900-3800 წლამდელი ემეგირულ შუმერულ რუსულ დამწერლობით დაწერილი მითს, რომლის ნაწყვეტი ქართულ ენაზე თარგმნეთ ჩვენ, პირადად მე და რა წერია შემდეგი ტექსტში, იმ წლებში, როცა წყალდიდობა დასრულდა, მას შემდეგ როცა მიწები განადგურდა, მას შემდეგ როცა კაცობრიობა ტვისგან გამოვიდა, მას შემდეგ როცა ყველა მიწა დაბალი და მაღალი თლიანად გაბრტყელდა, ანუნა ცისა და დედამიწის ღმერთები მაშინ სად იყვნენ ისინი. საკვები არ არსებობდა, არაფერი არ არსებობდა, საცხოვრებლები არ იყო გაშლილი, ანი, ენლილი, ენქი, ნიხურ საგა, ბატკაცობრიობის თესლი შეინარჩუნეს, შავთბიანი შეინარჩუნეს, ცხოველები, ოთფეხები, ფართოდ მაღალი ლერწამი და ჭაობები
თევზი და ფრინველი. რა თქმა უნდა, აქ ტექსტში რამდენიმე ადგილი გამოტოვებულია, იმიტომ რომ წაშლილია და ამიტომ სრულად ტექსტის აღდგენა ვერ ხერხდება და ტექსტი დაახლოებით სადაც გამოტოვებულია, კარგად ჩანს სიტყვები აკლია. გილგამეშის ტექსტი დაახლოებით დაწერილია 2000 წელს ქრისტესშობამდე, ანუ 4000 წლის წინ. მთავარი მოქმედი გმირი გახლავთ უთანაფიშტიმი, ანუ ზიუსუდრა, ამაზე ვსაუბრობდით. ადამიანის ხმაურით გაღიზიანებული ენლილი, ანუ ადამიანება იმდენი ხმაურებს დედამიწაზე ასე ამით მოცებული, ეამ ანუ ენქიმ გააფრთხილა უთანაფიშტი სიზმარში მიუახლოვდა და განუცხადა წყალდიდობაზე ამბავი. და უთხრა, ნავი აშენე 7 დღეში. შინაარსი ამ ტექსტში დაახლოებით ასეთია. შინაარსში მოცემულია ოჯახი, ნათესავი, ცხოველები, ხელოსნები, ოქრო, 6 დღე და ღამე წვიმა და წყალდიდობა, იშტარი, ანუ ინანა ნანობს საფრთხო საბჭოს გადაწყვეტილებას და ბევრ რამე წერია დაბა იმაში, ნავი ჩამოდის ნისირზე, გამოუშვებს ტრედს, მერცხალს და ყორღანს, სხვებს შეწირვა წირვა, იშტარის ყელსაბამი ცაში ჩასმულ ნიშნად. აი ეს დაახლოებით ჩამონათვალი, რომელიც არის ძირითადად ტექსტში მიმართული, იგივე ახლა შევადაროთ. გილგამეშის ტექსტი დაახლოებით დაწერილია 4000 წლის წინ, ხოლო ბიბლიის დაბადების ტექსტი დაახლოებით დაწერილია 3000 წლის წინ, ანუ ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეში დაახლოებით შეიძლება ასე ვთქვათ. უთანაფიში, ანუ ზიუსუდრა არის იგივე ნოე. ადამიანის ხმაურით გაღიზიანებული აქ არის ბიბლიაში ღმერთი შესრულებულია კაცობრიობის ბოროტებით. ენქი აფრთხილებს უთანაფიშ სიზმარში მოახლოებულ წყალდიდობაზე, სწორედ აი არის ბიბლიაში, ანუ ძველ აღთქმაში ნოე აირჩია მართალ კაცად ღმერთმა. ეს არის ძველი აღთქმის ტექსტები, რომელიც თქვენ მოგეხსენებათ, რომ აბრამი გამოდის ურუ ქალაქიდან, ურუქი ეს მოგეხსენებათ ლინგვისტური ცვლილებით დღევანდელი ერაყია, იგივე ტერმინია ეს ერაყი და ურუქი. ურუქზე ჩვენ საუბრობით ერეხია ქართულად, ერექი წერია შუმერულ ტექსტებისგან განსხვავებით ბიბლიურ ტექსტებში. ერეხზე, მერეხზე ჩვენ თქვით ამაზე ვსაუბრობდით. აი სწორედ ეს ინფორმაცია შუმერულ ტექსტებში არის მოცემული. ნავი ააშენა 7 დღეში, ხო? დაუშვათ უთანაფიშტიმი. აი ნოეზე არის ნათქვამი, მიყვება ღვთის მითითებას კიდობნის ასაგებად. აი სწორედ იგივე შინაარსია ტექსტში დაახლოებით შინაარსი, რომელიც ჩვენ თქვით რამდენიმე წუთის წინ გილგამეშის ტექსტში ეს არის ოჯახი, ნათესავი, ცხოველები, ხელოსნები, ოქრო, ხო? ახლა აქ წერია ბიბლიაში მთავარა შინაარსი არის ოჯახი, 7 სუფთა ცხოველი, 2 უწმინდური, 40 დღე და ღამე წვიმა, ხოლო გილგამეში არის 6 დღე და ღამე წვიმა, წყალდიდობა. იშტარი, ინანა ნანობს საფრთხო საბჭოს გადაწყვეტილებას. აი მთელი კაცობრიობა იღუპება ნოეს ოჯახის გარდა, აი ტექსტი დაახლოებით ესეთია. ნავი ჩამოდის ნისირის მთაზე, ხოლო აქ ბიბლიაში არის კიდობანი არარატის მთაზე ეშვება. ეს არის არარატი ურატუ, მოგეხსენებათ. გილგამეში გამოუშვებს ტრედს, მერცხალს და ყორანს, ხოლო ბიბლიაში არის ყორანი ჯერ ტრედი და მერე ტრედი განთავისუფლებს საერთოდ მოიტანს ამ ესე იგი მნიშვნელოვან ტოტს, რომელიც ამითაც გამოჩნდება, რომ განთავისუფლა კაცობრიობა ამ წყალდიდობის შემდეგ პერიოდიდან გამომდინარე. სხვებს შეწირვა არის მოცემული და წირვა, აი სწორედ შემდეგში ხდება ბიბლიაში სესაწირავი, რომელიც ნოემ უფალს გადასცა. აი ესე რომ ვთქვათ, ანუ შესწირა. იშტარი ის ყელსაბამი ცაში ჩასმულ ნიშნად გამოჩნდა, აი ესეთი არის, როცა გამოიდარა და კაცობრიობა გადარჩა გილგამეშის ტექსტში. ხოლო ბიბლიაში არის სისარტყელა გაიგზავნა ცაზე, როგორც ახალი შეთანხმების ნიშნად ღმერთსა და კაცობრიობას შორის, რომ კაცობრიობას მუდამ გადაარჩენს ღმერთი. დაახლოებით ეს არის ამ ტექსტში მოცემული.
ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო კოლეგებო, ძვირფასო ქართველებო, რამდენი წერია ჩვენ ამ თემებზე მუშაობთ, ქართულ ენაზე თარგმნით დაახლოებით 4600-4500 წლიწადამდელი ქიარგული შუმერული ტექსტები და ერთ-ერთს ახლა უძველეს თიხის პირპიტაზე შემდეგ წარწერას წავიკითხავთ, რამდენიმე ციტატის სახით ეს შეგონება ძალიან მნიშვნელოვანი ეჭქვეშ ნუ დააყენებ დედისა და ღმერთის სიტყვებს ლოცვა სიმრავლე მოაქვს ლოცვა წყალია რომელიც გულს ამშვიდებს არ უნდა თქვა ტყუილი მოგვიანებით ტყუილის ხაფანში გაებმები არ უნდა ლანძღოს სხვა მოგვიანებით ლანძღვა თავად შენ დაგიბრუნდება არ უნდა დაუპირისპირდე ახალგაზრდას არ უნდა იძულოს შენ წინამდე გიბოქმედოს ნივთებს არ უნდა იმსახურო ან არ უნდა თაყვანიცემ ზოგიერთი მეცნიერის მიერ მიჩნეულია რომ ეს ტექსტი დაწერილია უბარტუტუს შვილის უთანაფიშტიმის ანუ ნოეს მიერ ხო შემთხვევაში ასე ფიქრობს ზოგიერთი მეცნიერი უბარტუტუს მამა იყო ენმენდურანა ეს უკანასკელი კი გაიგივებულია ენოხთან აგრეთვე აღნიშნავენ რომ ეს მასალა მოსეს ჯულში დაახლოებით ძველწესაღრიცხვის 1300 წლიდან შევიდა ну ასე ამბობენ მეცნიერები თუმცა მოგვიანებით არის ძველი აღთქმის ტექსტები მოცემული ებრაულ ენაზე მაგრამ ადრეულ ტექსტებში ვიცით ახლა რამდენიმე გაჩვენებთ აქვე კიდევ მინდა მოვიყვანო რამდენიმე ციტატა შუმერული შეგონებებიდან ნუ იყიდი ვირს რომელიც ძალიან ყროღინებს ნუ დაждები ოთახში და ნუ ითამაშებ გათხოვილ ახალგაზრდა ქალთან ერთად ნუ მიმოფანტავ შენს ცხვარს უცხო საძოვრებზე ნუ გამოიტან განაჩენს ლუდისმის დროს აი ეს წაგიგითხეთ ჩვენ და ეს ტექსტები საერთოდ ბევრია შუმერული მასალა მეგრულ ენაზე დაწერილი სადაც მნიშვნელოვანი შეგონებებია მოცემული და უნდა გავითვალისწინოთ დღეს ჩვენ ამიტომ გჭირდება ისტორიის ცოდნა სახელმწიფო მშენებლობაში რომ შემდეგში ადამიანმა აღვაშენოთ კარგად და არ გამიმოოროთ ის მცდარი მართვის სისტემები რაც კაცობრიობმა უკვე გაიარა ძვირფასო ტელემაყურებლებო დღეს ამით შემოვიფარგლოთ ეს მნიშვნელოვანი ტექსტები რომელიც ქართულ ენაზე დღეს ჩვენ წარმოგიდგინეთ ჩვენი მრავალწლიანი შრომის შედეგად არის მიღებული ფართოა ეს და უფრო მეტ მასალას მოიცავს რომელსაც ჩვენ ვცდილობთ ნაშრომების სახით გამოვაქვეყნოთ როგორც საქართველოში ასევე უცხოეთში და შემდეგში ეს ძალიანად წიგნის სახით იქნება მოცემული დაბეჭდილი დღეს ასე ამ გარშემო ამ თემის გარშემო აქ შევწყვიტოთ საუბარი და გავაგრძელოთ შემდეგში დიდი მადლობა ყურადღებისთვის კარგად ბრძანდებოდეთ